ნახე რამხელა. ჯო. მოგესალმებით მეგობრებო, თბილისის ზღვიდან. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმყოფები. ნავით ვართ უკვე შემოსული. დილით საკმაოდ კარგი თევზაობა გქონდა, უბრალოდ მისალმება არ ჩავწერე. ამ დროისთვის გადავინახე, რადგანაც დილას გვინდოდა სწრაფად გვეთევზავა. შესაბამისად, საკმაოდ ნორმალური თევზჭერა გქონდა. ნუ მე პირადად ყოველ შემთხვევაში. სხვებზე რა გითხრათ. აუცილებლად დახავთ რა თქმა უნდა თქვენ ამ კადრებს. როგორ ვითევზავით, რა ზომის თევზები დავიჭირეთ და საკმაოდ დიდი ზომის ქორჭილაც გამოერია მათ შორის ერთ-ერთი. აუცილებლად უნდა მოგიწოდოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, ზარზლად გააქტიუროთ და დღევანდელი ვიდეოს დაალაიქოთ. ხო, თევზაობთ სპინინგით, ხელოვნური სატყვარების გამოყენებით. დაცებელ თევზზე. ნუ კონკრეტულად ქორჭილაზე გვაქვს მიზანმიმართულად თევზაობა. ასე რომ დაელოდეთ, ძალიან კარგი კადრები გელოდებათ, ჩვენ კი გავაგრძელებთ თევზაობას. დაახლოებით 2-3 საათი ვითევზავებთ, თუმცა თქვენ ნახავთ საკმაოდ კაი კადრებს, აი იონამ დაიჭირა ამასობაში ქორჭილა. ჩვენიერი ქორჭილიუსი. ესეთი ქორჭილა. აბა, გამოვიჩინოთ. კი ბატონო, სტანდარტული კარგი ზომის არის. თევზის ნაწილს ქვირითი უკვე დაყრილი აქვს. ნაწილი ალბათ ისევ ქვირითში არის, იმიტომ რომ რამდენიმე თევზი დავიჭირეთ გაბერილი მუცლით, შესაბამისად ბოლომდე ყველას არ აქვს დაყრილი ქვირითი, თუმცა ალბათ ერთი კვირას და ყველა მოითავებს ამ საკითხს. შესაბამისად მე უფრო გააქტიურდება ქორჭილა. წავედი ახლა, ნახეთ თქვენ ძალიან კარგი კადრები და ვიდეოს ბოლოს ნახოთ რამდენი თევზი გვეყოლება დაჭერილი. აი ესეთი სატყვარა გამოვიყენოთ. ფანატიკის ბრენდის მოდელი პავუკი 1.5 ინჩი 002 ფერი. ნუ იგივე კარამელი შეგვიძლია დავარქვათ. კარამელის ფერი ესეთი. საკმაოდ კარგი ვიზუალით. ეს სატყვარა ზოგადად მუშაობს როგორც აქტიურ თევზზე, რა თქმა უნდა, ასევე განსაკუთრებით გამორჩეული არის ხოლმე პასიურ თევზზე. ასე რომ ნახოთ აბა დღეს რას დაიჭერს. დაეცა ფსკერზე, ნუ ახლა უკვე შეგვიძლია გავატაროთ პატარა წამოხტუნებებით. 1-2 1-2 ნუ პაუზაზე იცის ზოგადად ჩარტყმა თევზმა თითო ამოტარება, თითო ამოგდება სატყვარის 2 ამოგდება პაუზა, თითო ამოგდება უბრალოდ ეს 2 იყო, მაგრამ 1 ამოვაგდეთ, გავაჩერეთ ამოვაგდეთ, გავაჩერეთ ამოვაგდეთ, გავაჩერეთ და ნუ ასეთი გატარებით შეგვიძლია ვცვალოთ, მოკლედ სხვადასხვა ვარიანტები და ვარიაციები ვაკეთოთ. კაი ზომა დაჭდა. კარგი ზომა. ესეთი ქორჭილიუსი. პაუკი 002 ფერში. საკმაოდ ნორმალურია სხვათა შორის. და ნაქვირითალია უკვე. ასე რომ შეგვიძლია წავიყვანოთ. დავსვით კიდე ერთი. კარგად იბძვის. კარგად იბძვის. რა კარგი ხარ. რა კარგი ზომის ქორჭილა. აი ესეთი ქორჭილიუსი, რომელიც ასხავს. ის კარგი, ისევ რა თქმა უნდა, ფანატიკის ბრენდის პავუკი. დავსვით კიდევ ერთი. კარგი ზომა. აბა, კარგია. რა სიბძვის ნახე, რა კარგად იბძვის. შენიერი ზომის ქორჭილა. აი ესეთი ქორჭილიუსი. პატარა ქორჭილიუსი დავიჭირე სავარაუდოდ რა. იმიტომ რომ პატარა ქორჭილი. აი ესეთი ქორჭილიუსი, მაგრამ ნუ ესეთი ჩათვლადია რა თქმა უნდა. ამ პატარა ქორჭილს აუცილებლად გავუშვი. ესეთი პატარა
გემრიელი. ამჯერად დავაყენე ფანატიკის ბრენდის გიპნოზი 1.8 ინჩიანი და ფერი არის ასევე 002 იგივე კარამელი. დღეს ამ ფერს რატომღაც ვანიჭებ უპირატესობას, იმიტომ რომ თევზი ამ ფერზე აქტიურობს. დაწი. ხოდა დაწვინდა. დავსვით კორჭილიუსი, ეს ნორმალური ზომაა. კი ბატონო. ესეთი კორჭილიუსი. კიდევ ერთი ცალი. ამჯერად ფანატიკის გიპნოზე 002 ფერზე უკვე მეორე თევზი ამ ვერსიაზე. ორი გაფერში არ შეგიყო. არა, აქ არის უკვე მოსული. არ ვიცი რა თევზია, ვნახოთ. ოი, რა მაგარი, ბიჭო. აიცი. გაფერში არ შეგიყვალოს. მაგარი ზომაა. დიდი ალბათობით ხარი ყლაპია, თან ისეთი წვრილი წნული მაქვს. არა, რამხელა ქორჭილაა ბასტანახი. სერიოზული ქორჭილაა. ძალიან მაგარი ზომა. ნახე, რამხელა. ჯო. ეხა უნდა მოვკიდოთ ხელი რამერად. უცე ხელი. აიცა ფხილად. ძალიან მაგარი ზომა. ეოთ. საღო. აი ესეთი ძალიან მაგარი ზომის ქორჭილა. ის ეს იქნება სადღაც 700-800 გრამი რა. ძალიან მაგარი ზომა, შვენიერი. ურა კარგია. მეურვებო დავსვით კიდე ერთი თევზი. აჰა. ეს პიკორჭილა. ესეთი. დაჭდა კიდევ ერთი. კარგი ზომა ჩანს. კარგად იბრძვის. კი ბატონო. ესეთი კორჭილიუსი კიდევ ერთი. დღეს უკვე მეშვიდე. ვაუ, კაი ზომა, დიდია. აუ, ზაცებში შევიდა. მაგარი ზომა იყო. ჩაგდე რა. გამოვიდა. ამას შეხედე. აკე თევზია ზომა. აჰა. გამოვიყვანე. გამოვიდა. მოდიაკ. არ შეგიყვალო. მოდიაკ. შუკა. მოდია მაგარი. შუკა მიცის ხოჭა. აი, აუ შარუნდა. კარი ყლაპების ფოტორ გამოდრე. გასაშვებია ყველავანში. ფოტოები გადავიღებ ასთა. კარგი ზომა თავიჭირეთ. რა კარგად იბრძვის. კარგი ზომისა ხარ შენ. რა კარგი ზომა. აჰა. გამოვიყენოთ. მოდი ცუდად გამოდებული. როგორ გაიფურხა? აი ხარში. ნამდვილად. ესეთი კარგი ბომბურჩიკი დავიჭირეთ. დავსვით. ესეც კარგი ზომა ჩანს. კორჭილიუს. კარგი ხარ. კიდევ ერთი საკმაოდ კარგი ზომის ქორჭილა. ესეთი. მეგობრებო, დავასრულეთ თევზაობა. როგორც კადრებში ნახეთ, საკმაოდ ნორმალური ჭერა გამოგვივიდა.
მე კმაყოფილი ვარ. ერთი გამორჩეული თევზი იყო, რომელმაც ძალიან მაგარი შეგრძნებები მომცა. დაახლოებით ალბათ 700-800 გრამია. მაგრად იჭიდავა. თან მით უმეტეს ესეთ დაბალ ტესტის ჯოხებზე, 8 გრამამდე ჯოხი მქონდა. ძალიან მაგარი შეგრძნებებია, ასე რომ ვისაც სპინინგით არ გითევზავიათ, აუცილებლად ერთხელ მაინც ცადეთ, რადგანაც როდესაც თევზს დაიჭერთ, მიხვდებით, რამდენად მაგარი შეგრძნებები აქვს აი ამ სტილს. გისურვებთ ყველას წარმატებას, ნებისმიერ სტილში, რა თქმა უნდა, მთავარია კეთილსინდისიერად ითევზაოთ, ბუნებას ზიანი არ მევაყენოთ, ნაგავი არ დავყაროთ და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. მომავალ შეხვედრამდე წარმატებებს გისურვებთ. აპატრებით.